პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოდის. პარტიის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა საარჩევნო წესებზე შეთანხმებით უნდა დაიწყოს, რათა მომავალი არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს. ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურად აფასებს. მათი პოზიციით ხელისუფლებასთან დიალოგი მხოლოდ თანასწორ პირობებში იქნება შედეგიანი. როგორ ეხმაურებიან ყიფიანის ინიციატივას პოლიტიკური მხარეები, მოსაზრებებს მაგდა ბულაშვილი გაეცნო, ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა მაგდა გისმენთ. პოლარიზაციის დასრულება და დიალოგი ქართულ ოცნებასთან. ეს გაახლავთ პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს დამფუძნებლის ვიქტორ ყიფიანის ინიციატივის მთავარი გზავნილები და ბუნებრივია ჩვენ მოვისმინათ პოლიტიკური შეფასებები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და შეიძლება ასე ითქვას, რომ კრიტიკული გზავნილები მოვისმინეთ როგორც ოპოზიციის ნაწილის, ასევე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით მანამდე უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ თავად ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ როგორც ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, პოლარიზაციის დასრულებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციურმა სპექტრმა და დიალოგი უნდა გაიმართოს ქართულ ოცნებასთან სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხზე. ბუნებრივია ჩვენ დღეს გავესაუბრეთ პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს წევრებსაც მოვისმინეთ მათი პოზიცია, რატომ გახდა საჭირო ამ ინიციატივის ახლა წამოყენება და როგორც ისინი აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს, რადგან პოლიტიკური სიტუაცია დღითი დღე უფრო უარესდება მათი თქმით და დღითი დღე უფრო იმატებს პოლიტპატიმრების რაოდენობა, რაც შეეხება სამართლიან არჩევნებს, როგორც პარტია ჯერ საქართველოს წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე დიალოგი წარიმართოს, რადგან 2028 წელს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. ეს პოლიტიკური ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქნება იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და შევიდეთ ბრძოლაში სამართლიანი ბრძოლის წესების მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომ არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდეს აზრი და იყოს მეტნაკლებად და ბევრწილად შედეგზე ორიენტირებული. აი ეს არის პრინციპში არსი და მთავარი დედააზრი იმ პოლიტიკური ინიციატივისა, რომელიც პარტია ჯერ საქართველოს გააჩნია ამ ეტაპისთვის. ბიზინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის გზავნილებმა ურთიერთბრალდების რეჟიმში გადაიყვანა როგორც ოპოზიცია, ასევე ქართული ოცნება და დავიწყებს საუბარს სწორედ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით, როგორც უკვე გითხარით, ოპოზიციის ერთი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ახლა ამ ინიციატივას, ამბობენ, რომ პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციას ნამდვილად არ შეუძლია, რადგან პოლარიზაციის გაღრმავებაში სწორედ ქართულ ოცნებას მიუძღვის წვლილი, აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ უშუალოდ დიალოგის წარმართვის ნაწილშიც საკმაოდ კრიტიკულია ახლა ოპოზიციის ერთი ნაწილი, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მათ შორის სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე არანაირი საუბარი არ ღირს ქართულ ოცნებასთან და ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც კი მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიცია და ქართულმა ოცნებამ ერთმანეთში კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ ისინი უნდა დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და მათი პრობლემები მოისმინონ. ვეთქვი მაყურებელს იმასაც, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე და ოპოზიციურ სპექტრში განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორც ცნობილი გახდა, უახლოეს თვეებში შესაძლოა, რომ ახალი ოპოზიციური პარტიაც ვიხილოთ, მათ შორის ამ ახალ ოპოზიციურ პარტიაში ჩვენ ვიხილავთ ბორის ჩელეყურუას, ცოტნე კობერიძეს, საბაბუაძეს, ჩვენ დღეს გავესაუბრეთ მათ შორის ბორის ჩელეყურუას, მოვისმინეთ მისი პოზიცია ამ საკითხზეც და როგორც ცნობილია, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ნამდვილად ახალ ოპოზიციურ პარტიას. ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც ერთ-ერთი ეტაპიც იქნება პარტიის შექმნა, ზუსტად არ ვიცით ეხლა როდის მოხდება, თუმცა ერთ-ერთი ეტაპი ეს ნამდვილად იქნება. დიალოგი ორმხრივი არის, მე არ მგონია ეს, რომ ქართულმა ოცნებამ არ იცის ეხლა როგორია დემოკრატიული არჩევნები და მე უნდა მივიდე და არგუმენტებით უნდა აუხსა. პირიქით იციან და სწორედ იმიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ საკუთარი ძალაუფლება ჩააბეტონონ ამ ქვეყანას შესაბამისად. ერთადერთი, რაც უკან დაახევინებთ, არის ხალხის დარწმუნება იმაში, რომ სრულიებები არის საჭირო. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არსებობს იმაში, რომ პოლარიზაცია არსებობს ამ ქვეყანაში.
ქვეყანაში, თუმცა პოლარიზაციის დასრულების ბერკეტი ოპოზიციას ხელში ნამდვილად არ აქვს. უფრო მეტ საუბრობდეთ იმაზე, რა აწუხებთ ადამიანებს, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, კიდევ ერთი პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც ოპოზიციურ პარტიებს შორის არ არის ინტერესის საგანი ჩვენი მოსახლეობის, ჩვენს მოსახლეობას გაცილებით სხვა გამოწვევები აქვს. ამიტომ ჩვენ კონცენტრირებული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაზე, მოსახლეობასთან ურთიერთობაზე, ყოველდღიურ რეჟიმში მათთან შეხვედრებზე და არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს საქმე არის აქტუალური. თუმცა ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პროდასავლურ ძალებს გააძლიერებს და დემოკრატიას გააძლიერებს ამ ქვეყანაში, განხილვის ღირსი, რა თქმა უნდა, არის. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნების წარმომადგენლები დიალოგის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავენ. მათი თქმით, დიალოგის სივრცე სწორედ საქართველოს პარლამენტია და თავის დროზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი უნდა შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. აქვე მოვისმინეთ ჩვენ განცხადებები მმართველი გუნდის წევრების მხრიდან იმ ნაწილში, რომ განსაკუთრებით არჩევნების საკითხზე არ მოხდება არანაირი დიალოგი ოპოზიცია რადგან ეს გახლავთ ისეთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნებს არტოვებს საზოგადოებაში, რადგან მათივე თქმით, ნამდვილად სამართლიანად ტარდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები და როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, 2024 წელსაც სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, მმართველ გუნდში კრიტიკის სამიზნედ კვლავაც ოპოზიცია გახდა და მმართველი გუნდის წევრები სწორედ პოლარიზაციის გაღვივებაში მათ ოპონენტებს მიიჩნევენ. დიალოგის და კომუნიკაციის ყველაზე კარგი ველი არის პარლამენტი დემოკრატიულ ლიწყობილების ქვეყანაში და ამ რადიკალებმა, ამ აგენტებმა უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე. რა დიალოგზე საუბრობს ბატონი ყიფიანი, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ჩვენთან არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წელს, რაზეც პრეტენზია აქვს მათ, ჩატარდა ძალიან მაღალი სტანდარტით, იმაში ვეთანხმები, რომ რადიკალიზმი მათი მხრიდან არის მინიმუმ შესანელებელი, ვინაიდან რადიკალურ ოპოზიციას ტყუილად არ უწოდებთ, ეს აგენტები არიან დაკავებულები იმით, რომ რადიკალიზმი გააღვივონ და პოლარიზაცია გააღვივონ ჩვენ საზოგადოებაში. გამოიღებს თუ არა რაიმე სახის შედეგს ვიქტორ ყიფიანის ინიციატივა და შესაძლოა თუ არა, რომ რაიმე საკითხზე მართლაც შედგეს დიალოგი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც უკვე მოისმინეთ და როგორც უკვე გითხარით, ვიქტორ ყიფიანის ინიციატივამ კრიტიკა დაიმსახურა როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილის, ასევე ქართული ოცნების მხრიდან.